დიახ. კი, მე თვითონ მოვალ და წამოვიღებ. იცით ახლა რა ვქენი? ტორტი შევუკვეთე. ოღონდ ბავშვების დაბადების დღე ნამდვილად არ არის. ჩემი აუტანელი ოჯახის დაბადების დღეა. სულ 1 წლის გახდა. ახალი ფეხადგმულია და ჯერ ძლივ დაბანცალებს, მაგრამ კოჭებში ეტყობა, რომ კაი ტიპი დადგება. ძალიან მოკლედ მინდა მოგიყვეთ, საიდან დავიწყეთ და სად მოვედით, ასე რომ ვიღებ მოლოცვებს. კომენტარებში რა თქმა უნდა. მე მახსენდება მინიმუმ 4 ჩემოდანი, რომელიც ჩემი ჩასალაგებელია და დაწყებული კბილის ჯაგრისიდან დასრულებული ოთახის ჩუსტებით არაფერი არ უნდა დამავიწყდეს. ჩემოდნების ჩალაგება რომ არ მიყვარს, ერთ-ერთი პირველი წუწუნი იყო, რომელიც ჩემგან მოისმინეთ. არადა ამ 1 წლის განმავლობაში ჩემოდნების ჩალაგება იმაზე ბევრჯერ მომიხდა, ვიდრე ვგეგმავდი. ყველაზე დამღლელი და ხანგრძლივი მოგზაურობა კი 3 ბავშვით ბარსელონაში ემიგრანტ მამასთან სტუმრობა იყო. თუმცა ჩვენი ესპანური არდადეგები მაინც გამორჩეულად სასიამოვნოდ მახსენდება. არანაკლებ სასიამოვნო იყო საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩემს მშობლიურ ლეჩხუმში დასვენებაც. ჩემი ალპანა ხომ ნამდვილი 64-ია დედამიწაზე. ყველაზე დასამახსოვრებელი და სახალისო ჩვენი ლეჩხუმური არდადეგებიდან მაინც საქათმეში ჩაკეტილი ტყუპების ნახვა იყო. სანდრო! შო, მან რა გიდა? ნიკამ ჩაკეტა? და რაღაცა გამოცნობა რატო არ დამიძახეთ? არა, ჩვენ მე წავაგეთ. რა წავაგეთ? დღემდე სიცილს ვერ ვიკავებ, რომ მახსენდება. მე ბებონო ქათმებს აქ შემოიყვანს ჩვენ გამოგვიყვანს. სად გამოგიყვან, შვილო, გამოდით გარეთ. არა! ახლა თან მოგიყვებით ჩემს აუტანელ ოჯახზე რაღაცებს. თან მაღაზიაში გავალ და ტორტზე ჩასაქრობ სანთელს ვიყიდი. დაგვადგა ხალხო საშველი გამოიდარა. მართალი ამ საღამოს წვიმაა გამოცხადებული, მაგრამ მზე მაინც გულს უხარია. პირველად იყო სიტყვა კი არა და მიკროფონი და ისიც ძალიან უხარისხო. ყოველ შემთხვევაში ახლა რომ ვუსმენ ჩემს პირვანდელ ვიდეოებს, გული მისკდება ისეთი ხარისხია. შემდეგ ამ ჩემს ქმარს მობეზრდა ჩვენი ტანჯვაწვალება და გვიყიდა მიკროფონი. რაც შეეხება სამონტაჟო ლეპტოპს, გამოვიტანეთ განვადებით, ხოლო კადრი არის ჩემი ტელეფონის დამსახურება, რომელიც არც ისეთი ახალია და შიშის კანკალით ვუყურებ, რომ ემანდ ხელში არ შემომბარდეს, მაგრამ ჯერჯერობით ასრულებს თავის დანიშნულებას. სხვათა შორის ვქონდა მცდელობა ტექნიკის მაღაზიებს მივმართეთ, გვინდოდა ჩვენი ტექნიკური შესაძლებლობები გაგვეუმჯობესებინა, თუმცა მათი მხრიდან დიდად დაინტერესება არ ყოფილა. მათ არ იციან, როგორ მაგარ აუდიტორიას კარგავენ, რადგან ჩვენი აუდიტორიის 80% ხომ ქალებია, ასე რომ მე მგონი ისინი უფრო მეც კარგავენ ვიდრე ჩვენ. ტრადიციულად ცოტას კიდევ წავიწუწუნებ და ბარემ აქვე ვაღიარებ, რომ ვლოგერობა ცოტა უფრო მარტივი საქმე მეგონა ვიდრე აღმოჩნდა. ეგრე არ არის რომ ჩართავ ტელეფონს და რაც მოყვება კადრში გადაიღებ და ისაუბრებ. საკმაოდ სერიოზული შრომა ჭირდება ამ ყველაფერს, გააქვს სხვადასხვა საქმეც, ხან მე არ მყოფნის ნერვები, ხან ჩემს პროდიუსერს, ხან გადაღების პრობლემა, ხან მონტაჟის პრობლემა, მოკლედ საკმაოდ სერიოზულ რუტინას და დისციპლინას მოითხოვს ეს ყველაფერი. ბოლო ხანებში დავიწყეთ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით რაღაცების გაკეთება, მაგალითად YouTube-ის თავფურცელის. YouTuber-ები ამას thumbnail-ებს ეძახიან, მაგრამ ამ ჩემს პროდიუსერში მე მგონი შანიძე ჩასახლდა და მაიძულებს ზედმიწევნით გამართული ქართულით ვისაუბრო და რაღაც ქართული შესატყვისი მოუძებნო ყველაფერს. ამასობაში ტყუპების ბაღიდან გამოყვანის დროც მოვიდა. ამიტომ ბავშვებს მივაკითხავ და დანარჩენს მერე მოგიყვებით. ნაშჩურჩულე. მე დღეს ორივე ნინომასწავლებელმა მითხრა კარგად იქცევიო. მართლა რა მაგარია. თეკლაშე? მე არა. შენ ცუდად იქცევი? არა, არ იქცევა უბრალოდ არ უთხრა არაფერი. აჰა. ყოველ დღე მოაქვთ ახალი ნახატი, ახალი შედევრი და თუ ბიჭი ხარ, ნუ მოგეწონება.
ზე ჩადის. მაჩვენიება. რა მაგარია. ყოჩახ. ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩემთვის ყველაზე ღირებული, რაც ამ პროექტმა შემძინა, არის ძალიან სასიამოვნო სიყვარულის გამოხატვის შემთხვევები. რისი მოლოდინი სიმართლე გითხრათ არ მქონია და რაც ფაქტობრივად ყოველ ჯერზე მაოცებს. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოსულან ჩემთან ჩემი გამომწერები, ან არა გამომწერები და უბრალოდ მაყურებლები და რომელიღაც თემის განხილვა დაუწყიათ და ეს იმდენად სასიამოვნო პროცესია და იმდენად მიხარია, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ის თემატიკა, რასაც ვუყვები, რომ რა ვიცი, მე მგონი იმ რაღაც პატარა ჩეპეებს და უსიამოვნებებს, რაც ახლავს ხოლმე მსგავს პროექტს, მთლიანად ფარავს. ძალიან ვცდილობ, რომ არ იყოს ეს ყველაფერი სადღაციდან ყურით მოთრეული, თითიდან გამოწოვილი, ასე ვთქვათ, ძალით შექმნილი პრობლემები და სამწუხაროდ ამ პრობლემების რიცხვი არც ისე ცოტაა. სანდრო, იცი, ჩემი აუტანელი ოჯახი 1 წლისაა. მე მაგაზე უფროსი ვარ. სახლში მისვლამდე კი ბარემ დრო ვიხელთოთ და აუტანელ ოჯახში აზრი ამ პროექტის ყველაზე პოპულარულ მონაწილეებს, ტყუპებსაც ვკითხოთ. რას ფიქრობ ჩემს აუტანელ ოჯახზე? მოგწონს? როგორია? კაი. რატომ მოგწონს? იმიტომ იუთუბერი ვარ. ხანდახან დედა არ გაბეზრებს თავს გადაღებით? რა გადაღება ისე რა. ბეზრდება ხოლმე გადაღება? კი. შენი მეგობრები რას გეუბნებიან ჩემს აუტანელ ოჯახზე? ძალიან უყურეო. ძალიან უყურს შენახალ ვიდეოს ძალიან უყურს და ყოველდღე უყურებო. შენ რას გეუბნებიან შენი მეგობრები? ეხლა კესანემ თქვა დღეს თუმბე თქვენ ვიდეოს უყურეო. აშკარაა, რომ აუტანელმა დედამ ბავშვებს 1 წლიანი გადაღებებით ცოტა თავი უკვე მოაბეზრა, მაგრამ საბოლოო ჯამში იუთუბერობით მაინც კმაყოფილები არიან. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. აი ცოტა კიდევ რომ გაიზრდებიან, მერე ვნახოთ. ბოლო დროს ალბათ შეამჩნიეთ, რომ ხშირად მიუმართავ ხოლმე სპონსორებს, რადგან მგონია, რომ ეს მათთვისაც მომგებიანი იქნება, რადგან ჩვენი აუდიტორიის ძალიან დიდი ნაწილი ვართ ქალები, თან ისეთი ქალები, რომლებიც რეალურად იღებენ ოჯახში გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ ნივთის თუ სერვისის შესაძენად. ქალებო, ჩემთვის თქვენი ნდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაზე მნიშვნელოვანი და შესაბამისად არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებ ისეთი პროდუქტის თუ სერვისის რეკლამას, რასაც პირადად არ გამოვცდი და ჩემთვის არ იქნება პირველ რიგში და ჩემი შვილებისთვის მისაღები. რა ფერია შვილო შარვალი? რა ფერია გოგო? დაახლოებით 15 წელი ტრადიციულ მედიაში, რადიოსა და ტელევიზიაში ვიმუშავე. ამიტომ დიდი სიამოვნებით მივიღებ თქვენგან კრიტიკას, რჩევებსა და სურვილებს. თეკლა, ჩემს აუტანელ ოჯახში ყველაზე მეტად რომელი ეპიზოდი მოგწონს შენ? ყველაზე ძალიან რომელი ნაწილი? მიდესან რო ერთმანეთს რო აუტვებს. ასე და მე შენ მოგეუბნები გაჩერდი. შენ დედი? ჩვენ პასკებს ვჭამდით და მე რომ მომეწონა. აჰა, პასკების ეპიზოდი მოგეწონა? ანა, შენი ფავორიტი ვიდეო რომელია ჩემს აუტანელ ოჯახში? ყველაზე მაგარი არის ესპანეთის ვიდეოები. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი აუტანელი ოჯახის ეპიზოდების საუკეთესო ათეული. შეგიძლიათ კომენტარებში დაგვიწეროთ ეპიზოდი, რომელიც ყველაზე ძალიან მოგეწონათ, ან თემა, რომელმაც ყველაზე ძალიან დაგაინტერესათ. მაშასე, მიდი შვილი გააჩინედან, აბა რა გეგონამდე. ვინ ვართ ჩვენ? ეს არის სულ პირველი ეპიზოდი, რაც ამ არხზე დავდეთ 1 წლის წინ და მის მიმართ ბუნებრივია მაღალია ინტერესი, რადგან როდესაც ესმით ჩემი აუტანელი ოჯახი, ვა, ესენი ვინ არიან? პირველი რეაქცია როგორც წესი არის ასეთი. და ნახულობენ მერე შედიან YouTube არხზე. ეს არის ანა. ანა უკვე ისეთ ასაკშია, როდესაც თვითონ ყველაფერი იცის და დედამ არაფერი არ იცის. შესაბამისად ვეცდები მისი აბზვებული ცხვირი ნაკლებად მოხდეს ხოლმე ვიდეოში. ეს არის თეკლა.
როგორც მეუბნებიან, ძალიან მგავს, თუმცა არა პარფიუმერიის სიყვარულით. ეს არის სანდრო, თავის საყვარელი ტელევიზორის პულტებით ხელში არის წარმოდგენილი. ეს არის ოჯახის კიდევ ერთი წევრი, იადონი. რაც შეეხება მე-9 ადგილს, ეს არის 4 საათი გზაში 3 ბავშვით. იმდენად მიყვარს ლეჩხუმის ყველა ეპიზოდი, ჩემს ნებაზე რომ იყოს 4-ვე შევიყვანდი ჩემს საპატიო ათეულში. მერვე ადგილი ეკუთვნის ეპიზოდს დრო საკუთარი თავისთვის გასეირნება ძველ თბილისში. ჩემი მეგობარი მეუბნება, რომ ასეთი გაქცევა ჩემი რუტინის ნაწილი უნდა გავხადო რაღაც გარკვეული პერიოდულობით, თუმცა წარმოდგენა არ აქვს, ეს რამდენად არარეალური ამბავია ჩემთვის. მე-7 ეპიზოდი, ეს არის ჭანტილობა და ფეხის დაბწნა, საახალწლო რიტუალები ლეჩხუმიდან. ძალიან მეწყინებოდა, რომ ჩემი საყვარელი ლეჩხუმი ამ ათეულში ვერ მოხვედრილიყო, თუმცა ამის საფუძველი არ მქონია, რადგან ლეჩხუმიდან როდესაც ვაკეთებ ეპიზოდს, ძალიან დიდი ინტერესით უყურებენ ჩვენი გამომწერები. ბავშვებო, მზად არის ხაჭაპური, ჭამეთ, მოდით! რაც შეეხება მე-6 ადგილს, ეს არის ეგრეთ წოდებული ჩამოთრეულების ამბავი და სასკოლო ფორმის შემოღება, თუმცა ამ შემთხვევაში სასკოლო ფორმასთან დაკავშირებულმა დისკუსიამ აშკარად გადაფარა ეგრეთ წოდებული ჩამოთრეულების თემა. სასკოლო ფორმის საწინააღმდეგო ალბათ არაფერი მექნებოდა, რომ მქონდეს საკმარისი რაოდენობის სკოლები, რომ სკოლებში 2-3 ცვლაში არ სწავლობდნენ ბავშვები, რომ სკოლების 80%-ის ინფრასტრუქტურა მინიმალურ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებდეს, რომ ტუალეტებში მქონდეს ტუალეტის ქაღალდი და საპონი, რომ ბავშვების სახელმძღვანელოები არ იწვევდეს კითხვის ნიშნებს. მე-5 ადგილი, ეს არის შხამი ჰაერში, ყვითლად შეღებილი თევზი და წითლად შეღებილი ქათამი. წავიკითხე ჟურნალისტური გამოძიება, სადაც აღწერილი იყო ფასის გაზრდის მიზნით, როგორ ურევენ საკვებში კალმახს სპეციალურ საღებავს, რომ ფერი იცვალოს და შემდეგ უფრო ძვირად ორაგულის ფასად გაიყიდოს. გაცილებით უფრო რთული მდგომარეობაა ეგრეთ წოდებულ სოფლის ქათამთან დაკავშირებით, რადგან გაირკვა, რომ ეს ხაზგასმით ყვითელი ფერი, მისი ბუნებრივი შეფერილობა ნამდვილად არ არის და ამას იღებენ ასევე ქათმებისთვის საკვებში საღებავის შერევით. ეს იმ სახიფათო ნივთიერებებს ეხება ჩვენ საკვებში, რომლისგანაც სამწუხაროდ დაუცველები ვართ და ძალიან მაწუხებს ეს ამბავი და ვხედავ, რომ თქვენც შეგაწუხათ აშკარად. რაც შეეხება მე-4 ადგილს, ეს არის ინტერვიუ ემიგრანტ ქმართან. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეს ეპიზოდი იყო საპატიო პირველ ადგილზე და იმის მიუხედავად, რომ ჩემი ქმარი ძლივს დავითანხმი ამ ინტერვიუზე, მე მეუბნებოდა, რომ რა ვიცი, ხა რეიტინგის გაზრდა თუ გინდაო, შემიძლია კიდე ერთი ინტერვიუ მოგცეო დამცინოდა. მე-3 ადგილი მოიპოვა ეპიზოდმა სულ სახლში ხარ და რა გხლის. მიყრილ-მოყრილი პლედები, უწესრიგოდ მიგდებული ჩუსტები, ჩამოსახსნელი სარეცხი, გასარეცხი ჭურჭელი, სხვათა შორის ეს არის საკითხი, რომელიც ყველაზე ძალიან მაბრაზებს და მგონია, რომ ჩვენს ძალისხმევას და შრომას სათანადოდ, როდესაც არ აფასებენ, ამის ასე ვთქვათ, გატარება არ გამოდის. მეორე ადგილზეა, რატომ გამოვიცვალე 16 ძიძა. ასევე მტკივნეული საკითხი აღმოჩნდა და ვფიქრობ, რომ ძიძებს ცოტა ვაწყენინე, რადგან ბევრი ისეთი კომენტარი ვნახე, მივხვდი, რომ ეპიზოდსაც კი არ უყურა რამდენიმე ადამიანმა ისე დამიწერა კომენტარი, ანუ იმდენად გაბრაზდა ამ ფაქტით. ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეში ეყოლებოდა ძიძა? ალბათ როგორც მოდიოდნენ, ისევე მიდიოდნენ. მოდი ახლა მოვყვები რა დღეში მყავდნენ ძიძები. არა და ძალიან არგუმენტირებული პასუხები მქონდა, ნამდვილად არ მქონია მიზნად რაღაც ძიძების შერცხვენა ან დანამუსება და ასე შემდეგ. საპატიო პირველ ადგილზეა ვაგროვებთ საჩუქრის ფულს მასწავლებლისთვის. სხვათა შორის ეს იმდენად მტკივნეული საკითხი აღმოჩნდა, რომ დღემდე იწერება კომენტარები და მგონია, რომ ამ თემას კიდევ ერთხელ დავუბრუნდები. კარგი მასწავლებლის კეთილგანწყობა ის ღირებულებაა, რომელიც არ იყიდება. და თუ მასწავლებლის პროფესიას მართლა პატივს ვცემთ, ეს არასოდეს არ უნდა გავაკეთოთ.
ძალიან კარგი ვიდეოებია, მაგრამ მგონია რომ ძალიანაც საბავშვო არ არის. მომწონს, მაგრამ ცოტა მეზარება გადაღება. ჩემ მეგობრებს ძალიან მოსწონთ ჩვენი ვიდეოები და ყოველ სამშაბათს, როდესაც სკოლაში მივდივარ, ჩემ მეგობრები იძახიან, რა კაია დღეს დიაშენმა ვიდეო უნდა დადოსო. ჩემთვის რადგან ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარი ხართ თქვენ, ჩემი აუდიტორია, ამიტომ პირველ რიგში მინდა თქვენ გკითხოთ. რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, რის შეცვლას ისურვებდით, როგორ წარმოგიდგენიათ არხის განვითარება და საერთოდ რა ადგილი გვიჭირავს თქვენს ცხოვრებაში, რამდენად მნიშვნელოვანია ის თემები, რომელსაც განვიხილავთ და რის მოსმენას ისურვებდით. გელოდებით კომენტარებში. და აი ისიც. აუტანელი ოჯახის ულამაზესი ტორტი უკვე სახლშია. ის გადაგვრჩენია, სანთელი ჩავაქროთ და სურვილები ჩავუთქვათ. ესა ვარ მე. ესა ვარ მე. ეს დედა. რა кайსუნია. ხო. კაისუნერი აქ. ყველაზე მეტად რაც დღეს მახარებს თქვენი გამოხმაურება და მხარდაჭერაა, რომელსაც ყოველდღიურად ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ და რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ ჩემი აუტანელი ოჯახის დაბადების დღეა. მოდი ახლა ჩავიფიქროთ სურვილი და ჩავაქროთ სანთელი.